მართალია ჯიმ ქერის ტექნიკამდე და კრეატივამდე ბევრი გვიკლია და ბატებზე უკეთ თვითმფრინავების კეთება გამოგვდის. სამაგიეროდ ჩვენ ზალცბურგში წასვლის შანსი გვაქვს. ჭკუაბნელი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ დღეს ძალიან საინტერესო რაღაც ხდება, ვიმყოფებით აეროპორტში, თბილისის და მოკლედ დღეს არის Red Bull-ის ძალიან მაგარი ივენთი, რომელსაც ქვია Paper Wings. ხალხი შეეჯიბრება ერთმანეთს ძალიან მაგარი ქაღალდის თვითმფრინავების გაფრენაში, ესე ვთქვათ. და გამარჯვებულებს ძალიან მაგარი სურპრიზები ელით და ნუ რა სურპრიზები იქნება ჩვენ სიუჟეტში ნახავთ რა თქმა უნდა და რავი მე ვეცდები რომ თვითმფრინავის გაკეთება ვისწავლო საერთოდ ქაღალდისგან, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული ლუზერი ვარ ამ საქმეში. Paper Wings ასე ეწოდება Red Bull-ის მორიგ შეჯიბრებას, რომელმაც 2006 წელს აიღო სტარტი და მსოფლიოს ახალგაზრდები ქაღალდის თვითმფრინავების კეთებით გააერთიანა. დიახ, ეს მარტივი საქმიანობა, რომელიც 5 წლის ბავშვსაც შეუძლია ისეთ შანსებს გაძლევთ ნამდვილი თვითმფრინავის აწყობა, რომ ვერ მოგცემთ. Red Bull Paper Wings-ის ქართველი გამარჯვებულები 3 კატეგორიაში გამოვლინდნენ. ყველაზე ხანგრძლივი ფრენა, ყველაზე დიდი მანძილი და აერობატიკა. ჩემი თვითმფრინავი იყო ყველაზე საუკეთესო, როგორც ჟიურიმ, კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. იფრინა 14 წამი, მოიარა მთელი ვერისაკალათბურთო სტადიონი. ნუ შემდეგ რა თქმა უნდა, ნამდვილი თვითმფრინავით გავფრინდით ავსტრიაში და დავესწარით მსოფლიო შეჯიბრს. სოფლიოს 84 ქვეყნიდან მინიმუმ 3 კაცი რო ჩამოდის, წარმოგიდგენიათ, რამდენი თვითმფრინავი კეთდება იქ. პლანერი ქვია ამ თვითმფრინავს, უბრალოდ მართლა ერთი თვით ადრე ვერისაკალათბურთო სტადიონს ვხირავდით მეგობრები და ვარჯიშობდით. როგორი მონაწილეები არიან წელს რა სიტყვები? არ ვიცი, მე წელს პირველად მაქვს შეხება რეალურად ამ იმას რა ქვია Paper Wings-თან. მე ძალიან მომწონს ყველა მინდა რომ ყველამ გაიმარჯვოს. ანუ მოემზადნენ თუ არა ეგ მითხრა? იცი რა არის? ძირითადად რასაც მე ვხედავ, ყველა არ არის მომზადებული, იმიტომ რომ მოდიან და აკეცავენ რაღაცებს. მაგრამ არიან ისეთი მონაწილეები, ვინც აშკარად სახში სახელიდან გაკეთებულია. კარგია, იცით, იმიტომ რომ იმ ადამიანმა სახში მივიდა, იშრომა, იფიქრა, გააკეთა, თვითმფრინავი გააკეთა, ეხუმრები, ხო რაღაცა ჭამა. და დაიძინა შენ იცი თვითმფრინავის გაკეთება? კი. პილოტი ხარ სულთა. შენ რა კატეგორიაში გამოდი? აერობატიკაში გამოდივარ, მეგონი ფორმიდა გამომდინარე მე. ანუ რას ნიშნავს ეგ? ეს ნიშნავს, რომ აი თვითმფრინავი რაღაცა ლამაზ მოძრაობას გააკეთებს ჰაერში და კრეატიულობითაც გამოირჩევა და არა ისეთი ჩვეულებრივი სტანდარტული ქაღალდი. ანუ მანძილს არა აქვს ნიშნულობა. არა. მთელი ღონისძიების განმავლობაში ჩვენ ყურადღებას მუდმივად ერთი ადამიანი იქცევდა. ამერიკელი სამხედროს ფორმაში გამოწყობილი სათვალიანი ტიპი, რომელიც ხელით უზარმაზარ ყუთს დაატარებდა. ყუთით კი ბომბს. დიახ, ბომბს. მოკლედ დღეს ის უცნაურად მოძრაობს და ყველა ძალიან გვაინტერესებს, იმიტომ რომ მას დაქვს ძალიან დიდი ყუთი. უკვე 2 კატეგორიაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არავინ არ ვიცით რა არის ამ ყუთში. და ძალიან მაინც თავიდან ვიფიქრე და ტორტი არის. მაგრამ რაღაც არ ამგონია, ტორტი არ დასჭირდებოდა. მე ვიფიქრეთ რომ ბომბა თუ რაღაცა უდევს, მაგრამ მაგას არ გაატარინებდნენ და რა გიდევს აქ? ეგ არის, შენ რაც გეგონა, სიმართლე რო გითხრა, ეს არის ტორტი? ბომბი. აბა ბომბი, მაჩვენე რა. მარტო მე ჩავიხედებ. მარტო შენ ჩაიხედე. ხო, ჩემი თვალებია ეს? აერობატიკაშიც გამოდის, იქაც გაიმარჯვა. მაგარი. კარგი, დაგჭა აერობატიკა, რომელიც უკვე ჩვენ საიდუმლო გავიგეთ უკვე, აი ნიუსკულერი. ბოთ. ძალიან მაგარია. მე საიდუმლო ვიცი. თურმე ამ ბომბებს რამდენი შესძლებიათ? მოკლედ ჩვენი გამარჯვებულები 4 მაისს უკვე ზალცბურგში იქნებიან. ავსტრიის ქალაქში, რომელშიც ანგარი ნომერი 7 მდებარეობს. Paper Wings-ის მონაწილეები უკვე სხვადასხვა ქვეყნიდან უნიკალური სამხედრო თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და ბოლიდების კოლექციის დათვალიერებას და გრანდიოზულ ღონისძიებაში მონაწილეობას შეძლებენ. სწორედ ამათზეა ნათქვამი მაინც გაფრინდები. არა, Red Bull-ი რო კარგი არის, ეგ ვიცი. 19% მომეწონა, 1%-ით არ მომეწონა, უბრალოდ ხალხის აქტიურობა. ნუ სტუდენტების აქტიურობა, ზოგიერთების, ყველასი არა. ნუ საერთოდ ჯამში ყველაფერი მაგარი იყო. ეთქობა რომ დაძაბულები იყვნენ, ყურადღებით უყურებდნენ კონკურენტის თვითმფრინავი რო გაფრინდებოდა, ამიტომ უფრო ვერ გამოხატავდნენ ემოციას, მაგრამ მომავალში მე მინდა რომ უფრო თავისუფლად
უყურონ ასეთ კარგ სანახაობას. სწავლობდი თვითმფრინავის გაკეთებას ან გაფრენას, მითხარ. გასართობად ოდიოდი უბრალოდ. ანუ გაგიმართლა ეხლა ესე შორს რა. ანუ მაგასაც ვერ ვიტყვი, პირველი ტური რო გადავლახე, მე ვიდოდა რომ მომეგო რა და ცოტა ვიგორჯი. მასწავლე რა გაკეთებ, იმიტომ წეგან გავაფრინე და რაღაც საშინელება გამომივიდა. დაიცა, ეხლა ანუ შენ უეჭველი მიდი ხარ ავსტრიაში. ხო, ესეა ალბათ. გილოცავ, ნეტა მეც გამიმართლოს ოდესმე. ჰემო, გილოცავ გამარჯვებას, ვიცოდი რომ გაიმარჯვებ. მე არ ვიცოდი, მე ვიცმედი ამ დროს და ჩამოვიდა გოგონა, მე მიხა მოიგეოდა. მითხარ რომ გააფრინე. გავაფრინე! მიდის ავსტრიაში ლევანი. შენი აზრით რის გამო მოიგე? მამაკაცურობის თუ ძალიან მაგარი რაღაც რო გააკეთე მაგით? ავი, არ ვიცი რის გამო მოიგე, მაგრამ ძალიან წვეცადი და ეთყობა დამიფასდა, გამომივიდა რაღაცა, აი არ ვიცი რა. ცდილობდი ვემზადებოდი და დამიფასდა. გილოცავ გამარჯვებას და შენ უკვე მეორე Red Bull-ის ივენტზე გაიმარჯვე. გილოცავ. დიდი მადლობა Red Bull-ს. სწორედ ამათზეა ნათქვამი მაინც გაფრინდებიანო. Red Bull-ისგან ხომ ასეთები უკვე აღარ გვიგვერს.